კარგით, მოგესალმებით. სცენელთა თხოვნით აი ეს დეტალი ჩვენ დავამოდელეთ და გაჩვენეთ, როგორ შეიძლება პრიმიტიული ფორმებით მოდელება და მოსწავლეთა თხოვნით ყოველს რომ იქნებ ხაზვის საშუალებითაც გვაჩვენო. ამიტომ გაჩვენებთ ხაზვის საშუალებით, მეწინასწარ უკვე აქ ზომები დავწერე. ერთ-ერთ მეთოდს შემოგთავაზებთ, რა თქმა უნდა, ხაზვის, კიდე გავიმეორო. აბსოლუტურად სხვადასხვა მოქმედებებით შეიძლება მსგავსი დეტალის დამოდელება. ეხლა რა თქმა უნდა, ჭადრაკივით უსასრულო არ არის ეს მოქმედებები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სხვადასხვანაირად შესაძლებელია დამოდელდეს. ერთ-ერთ ვარიანტს შემოგთავაზებთ. მოგლეთ რა ზომები დავწერე ახლა აქ რომ ვიცოდეთ, ესე იგი მანძილი ძირიდან აი ამ კუთხემდე 15-ია ნაჩვენები არის, მე აი ამ ადგილიდან აი ამ კუთხემდე, აქედან შემიძლია გაჩვენოთ აი აქამდე, ესე იგი აი ამ შავი ხაზიდან ამ ლურჯ ხაზამდე რაც გავავლე, ეს ზომა დავწერე 20 არის, მე აქედან აი ამ შავ ხაზამდე 10 მმ-ია და მე ამ ხაზიდან აი ამ ზედა ნაწილამდე 36 მმ-ია. მოცემულ დეტალში. ანუ აი ამ ზონას გამოვიყენებთ და აი ესეთ მეთოდს შემოგთავაზებთ ამ ეტაპზე. ესე იგი, გადავიდეთ ფრონტალურ ხედში. ну, რა თქმა უნდა, ფაილი რომ უნდა შეინახოთ, წინასწარ დაასევოთ, რაღაცა სახელი დაარქვათ, ეს გასაგებია, მე აღარ შევინახავ, რა თქმა უნდა. არ საჭიროებს ახლა შემთან შენახვის საშუალება და დავიწყოთ. მოდით ლაინით ამის ხაზვა. შეგვიძლია ყველა ლაინითაც დავხაზოთ, მაგრამ ლაინს გამოვიყენებთ. როგორც ყოველთვის სათავედან დავიწყოთ ნოლებიდან, ამიტომ ჩავწერ 0 მძიმე 0 ეტერს დავაწყები და პირველი მთლიან სიგანეს ჩავწერ 140 მმ. თუ სიგრძეს. ახლოს მოვიდა, მოდით გავხშავ ერთუდით ეტერით, კოორდინატთა სისტემა ხელი რო არ შეგვიშალოს, ვიზუალურად ხედავთ რა ხელს გიშლის. მოდით გადავალ მენიუ view-ში და გამოვხშავ უცეს აიკონს. გასაგებია რომ თქვენს ვიზუალურად ხელს შეგირთვით. გავყევი 15 მმ ხაზს დავხაზავ ვერტიკალურად. დავაწყებთ აქედან ვერტიკალურად თავწერეთ 15 ჩავწერეთ. შემდეგი 20 მმ იქნება. შემდეგი 20 შემდეგ 10 მმ და მე 36. ავედით 10 მმ-ით, ენტერი, ისევ ზემოთ 36 ენტერი. ну, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ახლა ეს ხაზი გავავლოთ, ეს ხაზი არ იქნება რეალურად 140 მმ იქნება, მაგრამ უბრალოდ საქმეც მაგაშია, რომ გთავაზობთ აი ესეთ ხედებას. მოგლეთ ამ ყველა ხაზს მოვნიშნავ ისევ, კოპით ჩავრთვა და გადმოვიტან აქედან მხარეს. მოდით პრინციპში რომ თვალსაჩინო იყოს, რომელი ხაზებია, ფერებს შეუცვლი ხაზებს. მინდან მოდელების ხელსაწყოებში პირდაპირ ფერთა პალიტრა აღარა გვაქვს, home channel-ში გამოვიყენებ properties. ну, ლოგიკურია თქვენ შეიძლება აუცილებელი არ იყოს თუ გაიმეორებთ იგივეს, შეგიძლიათ ფერები არ მიანიჭოთ, აბსოლუტურად არაფერ შუაშია, უბრალოდ თვალსაჩინოებისათვის ვაკეთებთ, რომ ხედავდეთ აი ამ ხაზებს, რომელ ხაზებიც აქ ჩავხაზე შესაბამის დონეში. ეს პრინციპი შეგვიძლია აღარ შევცვალო, შემიძლია უფრო სწორედ აღარ შევცვალო, მაგრამ ნახან დავიწყე იყოს. დავიწყოთ აი ეს წერტილი და ეს წერტილი. ჩვენს პროექტში არის აი ეს წერტილი ზემოთ და აი ეს წერტილი. უნდა გადავწიოთ. მანძილზე რამდენი? შეგვიძლია დავიანგარიშოთ 60 არის ეს მანძილი. 140-ია მთლიანი სიგრძე. გამოვაკელით. დავჭო 80, 80 შუაზე გავყავით და 40 მმ-ით უნდა გამოვწიოთ. ესე იგი, ამის დაკოპირება მანდამაინც აუცილებელი არ იყო, კარგით, მოდით ამებს წავშლი, აღარ გინდა მაშინ რომ უფრო მარტივად იყოს. აი ეს ხაზი უნდა გამოვწიოთ 40 მმ-ით. კიდევ ვიმეორებ, მეთოდი ძალიან მარტივია, ფაქტიურად შეიძლება AutoCAD-ი არც კი იცოდეთ და მაინც შეძლოთ ამის გამარჯვება და გაკეთება. 40-ით გამოვწიე ეს ხაზი შემიძლია მოვნიშნო ამ წერტილში დავაწყო და შემოვწიო პოზიციურად თავის ადგილას. ეხლა ეს ხაზი ამ ხაზს უკვე ცოტა სხვანაირად გადმოვიტან. ეს ხაზი არის აი ეს 10 მმ-იანი. ამათ შორის მანძილი 100 მმ-ია. სხვაობა 40-ია და საწყისი პოზიციიდან სადაც ახლა ამჟამად აქ იმყოფება 20-ით უნდა შემოვწიო. ოღონდ ახლა პირდაპირ შეგვიძლია ეს გადმოვწიოთ, რა თქმა უნდა, წკაპი და 20-ით. და მე ეს ხაზი მოვნიშნო, მოვკიდო ამაში ხელი და გადმოვწიო აქ. თუმცა შეიძლება და ერთიანად გავაკეთებინა ეს მოქმედება. მაგალითად, თუ modify-ში stretch ჩავთავდი, ეს არის stretch-ი. პოზიციურად დააკვირდი, დაახლოებით აი ამ წერტილს შორის, სადაც იკვეთებიან, აი ცოტა ქვემოთ გები, დაწყებებით გადავატარე, მეორე წკაპი დავამთავრე ენტერი
და მოვკიდე ახლა ხელი ნებისმიერ წერტილს და გამოწვევის დროს უკვე ის ხაზი თვითონ წამოყვება 20-ით გამოვწია. აქ რა თქმა უნდა ჩავამატე ხაზი. აი ესე წინასწარი ხაზების გადახაზვით და მე გადაადგილებით შევძელით ასეთი ფორმის შექმნა. ეხლა მარცხნა მარჯვით ლურჯი ფონით მოვნიშნეთ, modify-ში გვაქვს სარკისებული შემოbrunების საშუალება, კოპით ამას რა თქმა უნდა აზრი არ გადატანას, შუა წერტილს ვიყენებ, ну, მაინც ვისაც არ არის გავლილი გაგახსენებთ, შუა წერტილს ვიყენებ, იმიტომ რომ აი მენიუში აქტიურია midpoint-ი, თუ გამორთული იქნებოდა, მაშინ ამ წერტილს აქ ვერ დავინახავდი. დავაწყაბე, ქვემოთ ჩამოწიე, დავაწყაბე, ნოლს დავაჭიდე. ეს წერტილი შემიძლია შევწიო. კიდევ ვიმეორებ, ამ წერტილის შეწევა შეიძლება იქ წვიმით მოიჭრას, იმიტომ რომ უამრავი მოქმედება შეიძლება იყოს გაკეთებული, მაგრამ მე ესეთი ერთ-ერთი ვარიანტი, მეთოდი თუ რაც გინდა დააქვით, შემოგთავაზებ. ერთხელს გავატარებ აქ, დამჭირდება. ჩავთე ლაინი და გავატარე ამ წერტილიდან ამ წერტილამდე ეს ხაზი. შემდეგი მოქმედება იქნება ფრონტში იყო ეს დახაზული, მინდა გაამახვილოთ ყურადღება, არ დაიწყო ტოპში ხაზვა, თორე არ გამოგივათ მერე და ნუ რა თქმა უნდა თუ კოპირება იცი შეგიძლიათ გადაიტანოთ ამოგებით, მაგრამ თავიდანვე ფრონტში დავხაზოთ ჯობია. შემოატრიალე. თლიანი სიგანე კუთხიდან კუთხემდე 40-ია. ამ ნაწილის 60-ია. ესე იგი, ეს გასაგებია სხვაობა 20-ია, რომ 10 მმ გვექნება აი ეს ზომა. ჩავწერა პირველ. ამ ხაზს დავმალავ დროებით. hide object გავაკეთებ, თუმცა შემელო მერეც ჩამეხაზა. სოლიდში ჩავთოთ პრესფოლი, ჩავაწყაპე აქ. გავწია იქი და როგორც აღნიშნეთ, რა მანძილი იყო? აი აქედან აქამდე ვაკეთებ ამას, 60-ით გავწიე. დავამთავრე ენტერით. გამოვაჩინე ჩახაზული ხაზი. რა თქმა უნდა, ვიმეორებ ახლა რომ მერე შემელო ჩამეხაზა, მაგრამ უბრალოდ გამოვიყენე კიდე დამალვის ეფექტი, რომ გაგახსენოთ, რომ მსგავსი გავთ. იგივე ხაზი ჩავხაზე აქედან ამ წერტილამდე. ისე პრესფოლი გამოვიყენე. დავაწყაპე უკვე შიგნით, გამოვწია აქეთ 10 ჩავწერე ენტერი, შემოვატრიალე shift და გორგოლაჭით, ანუ shift მიჭირავს კლავიატურაზე ხელს არ უშვებ, მაუსის გორგოლაჭზე დავაწექი, არ უშვებდი ხელს და მაუსის გადაადგილებით მოვახდინებ მისი გამოწევა. იგივე შევასრულე აქ, დავაწყაპე, გამოვწია 10 ჩავწერე ენტერს დავაჭირე. ხაზები, რომელიც აქ დახაზული იყო, აღარ მჭირდება. ნუ შემიძლია ესე მარტივად მოვნიშნო, მაგრამ ვინც არ ვიყენებთ ახლა ავტოგაც ესე მუდმივად შეიძლება გაგიჭირდეთ, ამიტომ ამ დეტალს მოვნიშნავ დაწყაბები და გავაკეთებ hide objects. და ეხლა დაინახავ დანარჩენი ხაზები რაც დარჩა, ფაქტობრივად არც ერთი აღარ მჭირდება, delete-ით დავშლი. მერე ისევ გამოვაჩენ end object-ით ამ დეტალს. ფაქტობრივად გვაქვს უკვე ეს დეტალი და რახან ხაზვა იყო, მოთხოვნა რომ ხაზვაში მეჩვენებინა ეს ყველაფერი, გავაგზავნებ ისევ ხაზვით თავისთავად. აქ ჩავხაზავ წრეს, რომელიც დიამეტრი იქნება 40. რახან წრეში ხაზვის მეთოდი პირდაპირ გვაქვს დიამეტრული ხაზვა, პირდაპირ ცენტრ დიამეტრს ვირჩევ. შევეხე ამ წერტილზე, შევეხე იმ წერტილზე, მივიღე გადაკვეთა ამ მწვანე ხაზების, მაგრამ ძალიან ცუდ პოზიციაში ვიყავი და შემოატრიალე ფახიდან გავიხილავ, იმიტომ რომ ამათი გადაკვეთა აი ახლა სადაც დავდექი, წეგან აი ამ ხაზს შეეხო ვერტიკალს. ისეთი მდგომარეობა იყო, და უნდა ამოიჩოთ ხოლმე კაი ვიზუალური პოზიცია ბრუნით. ესე იგი ვიპოვე ეს ცენტრი, დავაწყაბე, მაგრამ ხედავთ ახლა რომ წერად იხაზება, ანუ პოზიციურად სხვა მიმართულებით იხაზება, ესე ვერტიკალურად და რის ბრალია კოორდინატთა სისტემა. მე ხო ფრონტში დავხაზე. ეხლა გამოვაჩენ რა თქმა უნდა, უცეს დაიღო და დაინახავთ რომ ფრონტალური ხედიდან არის კოორდინატთა სისტემა. ამიტომ გასწორება უნდა. ვირჩევთ ამ მენიუდან ამ wall აქედან, ან იგივე ღილაკი აი აქ გვაქვს და შეგვიძლია აქ დამეჭირა. დავაგრძელებ ისევ რა თქმა უნდა წრის ხაზვას, ამოვირჩევა მეთოდს ისევ, შევეხე წერტილს შუას, მერე იქ შევეხე წერტილს შუას, აქ არ დარჩა მარკერი ახლენ შევეხე. ვიპოვოთ ამათი გადაკვეთა, აგერ არის დავაწყაბე და დიამეტრი უკვე არჩეული 40-ში ჩავწერ ენტერს დავაჭირე. იგივე აქაც ჩავხაზოთ დიამეტრით 20. ეხლა შემოწირება დაჭირდება რა თქმა უნდა კოორდინატებს left-ით, ისევ ჩავთე ეს, შევეხე ამ წრეს, ჩამოვიწიე, ჩავწერე 18-ში ენტერს დავაჭირე და მე 20 ჩავწერე. ანუ მანძილი შუა წერტილიდან 18 აგერ არის ეს ზომა მოცემული. ნუ მე შეგიძლიათ შეადაროთ რა თქმა უნდა მოცულობითი მოდელება, ხაზის მოდელებას და ნახავთ რომ თითქმის რაღაცას მიმსგავსებული შინაარსი გვაქვს.
მოდელების დროს როგორც გახსოვთ, აქ ჩავხაზდე ცილინდრი, აქ ჩავხაზდე ბოქსი. მოდი, ეხლა ცოტა სხვანაირად გავაკეთებ. პირდაპირ მართკუთხედს ჩავხაზავ. რომლის სიგრძე გვექნება? ესე იგი, უყურეთ, აი ამ ხედან, აი აქამდე ცენტრამდე ეს შეეული ჩამოდის, დააკვირდით, არის რა? 140 მინუს 100, 40 გაყოფილი შუაზე 20. 20 მილიმეტრი არის ეს. ამის რადიუსი 15-ია. 20 პლუს 15 გამოვიდა 35. ესე იგი, აი ამ კონტურიდან, აი იქ ქვემოთ გასწრებ, აი აქ რო დაუშვათ შეეული ამ მწვერვალის ბოლო წერტილიდან, წლის უკაცრავად ბოლო წერტილიდან, კვადრანტიდან, იქნება 20 პლუს 15, 35. მართკუთხედი, რომელიც უნდა ჩავხაზო, იქნება ზომებში 35 სიგრძე და 15 სიგანე. პოზიციურად თავიდანვე ჩავხაზავ თავის ადგილას. ჩავრთე დროუში მართკუთხედის ხაზვა, რექტენგლარი, შევეხე, გამოიწია აქეთ ამ მიმართულებით, ხო? ეხლა ისე უყურეთ, კოორდინატთა სისტემა Z აქეთ მიმართულებაში გასაწევებელია. თორე არ ჩაიხაზება ის პოზიციაში, რაც გვინდა, სულ სხვა მიმართულებით ჩაიხაზებოდა. ჩავრთი ახლიდან. შევეხე წერტილს, მარკერი დავტოვე, რაც ნიშნავს, რომ ტრასირება შემიძლია გავაკეთო და 7 წერტილი 5 ჩავწერე. არ გამომივიდა წერტილი, Escape-ს დავაწვევი, ვინაიდან კლავიატურა ქართულზე იყო გადაყვანილი და კლავიში რომელიც გამოვიყანე, წერტილის მაგალითად ძიმე გააკეთა. და გამოვიდა უკვე XY და არა 7.5. ესე იგი, მნიშვნელოვანი რომ წერტილი დასვათ 7 წერტილი 5. ანუ ერთ ველში უნდა ჩაიწეროს ეს, მიაქციეთ ყურადღება. Enter-ს დავაჭირე და ცენტრიდან 7.5 დავიწყე ხაზვა. 35 იქნება სიგრძე, ტაბი და 15 სიგანე. Enter-ს დავაჭირე. ანუ პოზიციურად უკვე თავის ადგილას არის. აქ ჩვენ ოვალი უნდა გქონდეს. თუ ცილინდრს ჩავხაზავდი, რომლის რადიუსი 15-ია. უი, უკაცრავად აქ 30 უნდა დამეხაზა, ამან დამაბნია ახლა. 20 პლუს 15 35-ია და სიგანე უნდა იყოს 30. ანუ ეს შეცდომაა, მაშინ მოდელების დროსაც გავამახვილე ყურადღება, თუმცა ახლა აღარ დავიწყებ ამის წაშლას, ვინაიდან შეგვიძლია ცვლილება გავაკეთოთ. ვინც იცის, რომ მარკერების გადაადგილებით, ანუ ყველანი შუა წერტილის მარკერების გადაადგილებით შეგვიძლია გამოვწიოთ გვერდი და მაგალითად დავწერო 7 წერტილი 5 Enter-ს დავაჭირო, აქეთ მოვუმატე, დავაწყაბე, გავწიე 7 წერტილი 5 Enter-ს დავაჭირე. შემეძლო ერთიანად 15-ით გამეწია და მე რომ გადაადგილება დაჭირდებოდა ამ შუა წერტილით, რომ დამესვა ამ ფიგურის აქ შუა წერტილზე. ეხლა ისევ დარჩა რა თქმა უნდა შუაში. აქ ოვალურ ფორმას ვაკეთებ რითი ფილეტის გამოყენებით. აქ რამოდენიმე ხელსაწყოა, ჩემფერი ფილეტი Blend Carway-ია. ვიჩო ფილეტს. მარჯვენათი გავხსნი მენიუში რადიუსს ამოვიჩევ, 15-ს ჩავწერ, Enter-ს დავაწვევი, ისევ მარჯვენა მენიუს გავხსნი, მულტიპლის ჩავთავ, რათა მრავალჯერადი აღმოჩნდეს, იმიტომ რომ ორ ხაზს რო აღნიშნავ, იმის მერე კიდე ორი ხაზი რო აღნიშნავ. წინა შემთხვევაში მულტიპლის თუ არ ჩავთავდი, Enter-ს დავაწვევი, დავამთავრებ. მულტიპლის თუ არ ჩავთავდი, მომიწევდა ისა ხელახლა ამის კეთება. რას ვაკეთებთ ახლა აქ იგივეს, სარგისებური ბრუნით გადავიტან იქ. უკეთესი იქნება ახლა, რა თქმა უნდა, მოცულობაში შემიძლია ეს გავაკეთო, შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგრამ მარტივობისათვის ვაკეთებ ტოპში, გადავხდე ტოპზე. ვირჩევ აქედან mirrors, შუა წერტილს ვირჩევ, აქ ვაწყაბებ, ქვემოთ ვაწყაბებ, ნოლს ვეუნებ. გადავატრიალოთ ძირი ქვეშ. ნუ ქვეშიდან შევხედოთ. ესე დავაყენებ. ჩავთოთ pressful. ხო, ეხლა არის აქ მნიშვნელოვანი გადაატრიალების დროს, როდესაც ფიგურებს ატრიალდა სხვა მხრიდან უყურებთ, იცოდეთ თვალს ურევს ხოლმე. აი ეს არის ფიგურა, რომელიც ეხლა არის. ამიტომ უჯებესი იქნება ხა თქვენთვისაც, მათ შორის ჩემთვისაც, იმიტომ რომ ზოგჯერ გონება ირევა, ხედავ სხვანაირად, სინამდვილეში სხვა მხრიდან უყურებ ხოლმე. ესე იცის სამ განზომილებაში 2D wireframe-ის ჩვენების დროს, იმიტომ რომ ჩრდილები არ გვაქვს და ვერ ვიგებთ ხოლმე მოცულობაში როგორი მდგომარეობაა. ნუ ვინც მუშაობდა წარმოადგენა გაქვთ AutoCAD-ზე, იცით ეს შინაარსი, რაც ახლა გითხარით. მოკლედ pressful ჩავთავ. pressful-ს კი არა, უკაცრავად კონცეპტუალს ჩავთავ და pressful ხელსაწყოს გამოვიყენებ. ანუ აი ამ სიტყვეზეა საუბარი, ამ სიტყვაში ჩავაწყაბე და უნდა ავწიო ზევით. გავაკეთა ჩაჭრა. იგივე გავაკეთე აქაც. ჩავაწყაბე, ავწიე ზევით, წკაპ, ჩაჭრა. იგივე გავაკეთებ ახლა აქ. შიგნით ჩავაწყაბე, ჩამოვწიე დაბლა, გაჭრა. და იგივეც გავაკეთებ, ის წესად გვაქვს, აგერ არის. ჩავაწყაბე, შიგნით, გავწიე იქით და გაჭრა. всё, მივიღეთ ეს დეტალი. ნუ დანარჩენი რა თქმა უნდა, ნახოთ ახლა თუ რამე ხაზი დაგვრჩა, მოვნიშნე ეს დეტალი, ფაილს გავუკეთებ. თუ რამე ხაზები გვაქვს, მოვნიშნე delete-ით წავშალე. დავიტოვეთ მარტო
მოდელირებული დეტალი გავაკეთებ ისევ end object. Ну, რა ვიცი, გახსენების მიზნით layout-ზე გადმოვალ, აღარ დავიწყებ ახლა ფურცლის ზომების მომართვას, იმიტომ რომ გაჩვენეთ უკვე როგორ გავაკეთე მოდელების პროცესის დროს, უბრალოდ layout-ზე გადებას გავიხსენებ, from model space-ის გამოყენებით, ну, რა თქმა უნდა, 100 მასშტაბს არ შევცვლი, 1.2 სავარაუდოდ, ანუ 1/2 მასშტაბს შემომთავაზებს თვითონ და დავტოვებ ამავე მასშტაბს, ვისაც გაინტერესებს, შეგიძლია გადახვიდეთ მსგავს მოდელში, სადაც მოდელება გავაკეთებ მოცულობითი, ამ პრინციპში მოდი ჩავთავაზოთ ესეთი ერთად. გავაკეთე მოცულობითი ფიგურებით მოდელება, იქ შეგიძლიათ გადახედოთ. დავაწყაბე exit-ი, ჩამოვედი, აქ დავაწყაბე, მე იქ დავაწყაბე. ну, აქ პრინციპში ეს მოცულობა არ დაეტევა, მაგრამ დავდებ მაინც. Enter-ს დავაჭირე, ვინაიდან აქ ცოტა პლუს ეს ცალკე დავდე მაშინ, როგორც გახსოვთ, პარამეტრს გავაკეთებ, მონიშნავ edit view-ში შევალ, მაგალითად, დავუშვათ, ავდგები და მასშტაბს შევცვლი, მაგალითად 1/2-თან გადავიყვან და ასევე შევცვლი ვიზუალურ ხედს, გამოვიყენებ აი ამას. მაშინ ეს მე ცალკე დავდე, პირდაპირ ესეთივე ამოვირჩი, ახლა გაჩვენეთ როგორ შეიძლება ცვლების შეტანა. მოვნიშნავ ამას, მოვკიდებ და ცოტა შიგნით შემოვიტან. ეს ორჯერ დაპატარებული მასშტაბი, ეს ორიგინალ ზომებში მოცემული ნახაზი. ну, რა თქმა უნდა, ფურცელს აუცილებლად ზომის მითითება უნდა, იმიტომ რომ ეს არ არის ხა A4 ფორმატი, არც ასანი, ის ფურცლის ზომა, რაც თვითონ ავტოკადმა თავიდან შემოგთავაზა. ну, კარგით, ამით შემინოთ ხოლმე დასრულებულია ხაზთა საშუალებით, ესე დავარქვათ მოდელების მეთოდი.